ეკონომიკს. მოგესალმებით, დღეს ხუთშაბათია და ტრადიციულად რადიო იმედზე გადაცემა ეკონომიქსის დროა. მე მისი წამყვანი ირმა ებრალიძე ვარ და დღეს ვსაუბრობთ მიწის სისტემურ რეგისტრაციის რეფორმაზე. ჩვენი გადაცემის სტუმარია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძე. რადიო იმედის ეთერშია გადაცემა ეკონომიქსი ირმა ებრალიძესთან ერთად. ბატონო დავით, გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა, რომ გვითმობთ დროს. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის გაშუქებისთვის. სულ რამდენიმე დღე რჩება ამ რეფორმის დასრულებამდე, პრინციპში 3 წლის განმავლობაში შეიძლება ითქვას, რომ საჯარო რეესტრმა გაწია ძალიან დიდი სამუშაო. რო შევაჯამოთ, როგორ სრულდება რეფორმა და თავად თქვენ, როგორც საჯარო რეესტრის ხელმძღვანელი, კმაყოფილი ხართ თუ არა იმ შედეგებით, რაც რეფორმის შედეგად მიიღეთ? დიდი მადლობა. მიწის სისტემური რეგისტრაციის შედეგები ნამდვილად არის ისტორიული საქართველოსთვის. რამდენადაც 1,480,000 საქართველოს მოქალაქე უკვე გახდა მიწის ნაკვეთის მესაკუთრე და ის მიწის ნაკვეთები, რომელიც მათ სარგებლობაში ან მფლობელობაში იყო, უკვე რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში და დასულია სახელმწიფოს მიერ. სულ ჯამში აიზომა 2,100,000 მიწის ნაკვეთი და მიმდინარეობს გარკვეული მიწის ნაკვეთების დამუშავება, ხოლო უდიდესი ნაწილი უკვე რეგისტრირებული და დადგენილია. შესაბამისად, ქვეყნის ტერიტორიის 95%-ზე მეტი კადასტრის დაფარულობა უზრუნველყოფილია, რაც გულისხმობს, რომ ტერიტორიის ამ ნაწილზე სახელმწიფო მიწის ნაკვეთების კონფიგურაცია, ფართობი, მისი მესაკუთრე, მიმართება სხვა კომუნიკაციებთან და ასე შემდეგ. მაგრამ თქვენ ახსენეთ 95%, ის 5%, რაც არის დარჩენილი. ეს იმიტომ დარჩა, რომ უბრალოდ მოქალაქეებმა არ მიიღეს მონაწილეობა თუ იყო რაღაცა სხვა გამოწვევები, რომელიც არსებობდა ამ 5%-თან დაკავშირებით? მოგეხსენებათ, შარშა გასული წლის ამ დროს კიდევ ერთი წლით გაგრძელდა მიწის სისტემური რეგისტრაცია, რაც იყო შესაძლებლობა საჯარო რეესტრისთვის, რომ განმეორებით მისულიყვნენ ყველა იმ დასახლებაში, სადაც ჩატარებული იყო სამუშაოები. საქართველოში არსებულ ყველა დასახლებას და ადმინისტრაციულ ერთეულებში ორჯერ იმუშავეს საჯარო რეესტრის ამზომელებმა. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს ამ შესაძლებლობისთვის, რომ კიდევ ერთხელ მიბრუნებულიყავით და თუ ვინმეს ჰქონდა დარჩენილი მიწის ნაკვეთი ასაზომი, უზრუნველყოფილია, რომ აზომილიყო ეს მიწის ნაკვეთები. დარჩენილია ფრაგმენტულად გარკვეული მიწის ნაკვეთები, რომელთა მესაკუთრეებთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, ან ობიექტური მიზეზების გამო თვითონ ვერ ჩაირთნენ პროცესში და აქედან გამომდინარე მექანიზმები შენარჩუნებულია, რომ მათ მოახერხონ საუიან საკუთრების უფლების რეგისტრაცია და ამ 5%-დანაც, რაც ახლა ჩვენ განვაცხადეთ, ეს არნიშნავს, რომ ეს არის კერძო საკუთრება მთლიანად, ეს არის უდიდესი ნაწილი გზების, მდინარეების, ინფრასტრუქტურის და ასევე სკვერის და სხვა ისეთი მიწის ნაკვეთები, რომლებიც სახელმწიფოზე უნდა დარეგისტრირდეს, თუმცა სანამ კერძო საკუთრება არ იქნება ბოლომდე განსაზღვრული და დადგენილი, ჯერ სახელმწიფო საკუთრება არ რეგისტრირდება ამ ტერიტორიაზე. ანუ ამ 5%-ზე მუშაობა გაგრძელდება მომავალ წელს. კი, მოგეხსენებათ, კანონი უკვე მიღებულია და ყველა ის მიმდინარე წარმოება, რომელიც საჯარო რეესტრში დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს, ან განცხადებაა წარმოდგენილი, ან წარმოდგენილი იქნება მიმდინარე წლის ბოლომდე 31 დეკემბრის ჩათვლით, საჯარო რეესტრი უზრუნველყოფს უფასოდ ისევ სისტემური რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით მიწის ნაკვეთების აზომვას და რეგისტრაციას. ანუ იმ მესაკუთრების გასაგონად კიდევ ერთხელ რომ გავმარტოთ, თუ მათთან იყვნენ უკვე მისულები აზომეს მიწა, მაგრამ შედეგი არ დამდგარა, იმიტომ რომ ამას გარკვეული პერიოდი ჭირდება, მათთვის ეს პროცესი გაგრძელდება უფასოდ. დიახ. და საჯარო რეესტრი, რომელზედაც წარმოება მიმდინარეობს, ან წარედგინება საჯარო რეესტრის ბოლომდე, დასრულდება სისტემური რეგისტრაციისთვის დადგენილი პროცედურებით და წესით უფასოდ. და საინტერესოა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ის პროცედურები, იმიტომ რომ ამ სტუდიაში ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამ რეფორმასთან დაკავშირებით, მაშინ იყო გარკვეულ გამოწვევებზე საუბარი, თუნდაც ის რომ მოსახლეობა არ იყო ინფორმირებული, არ იყვნენ ოჯახებში, ასე შემდეგ. როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესი და შეგიძლიათ თუ არა დაასახელოთ რეგიონები 59 მუნიციპალიტეტიდან, სადაც უფრო მარტივად ან უფრო რთულად მოხდა ეს პროცესი? მოგეხსენებათ, მიწის სისტემური რეგისტრაცია აუცილებელი გახდა იმის გამო, რომ საქართველოში 22 წლის მდგომარეობით დაახლოებით ტერიტორიის 1/3-ზე მეტი საკუთრების უფლება არ იყო დადგენილი და რეგისტრირებული არ იყო, არ მონაწილეობდა სამოქალაქო ბრუნვაში და შესაბამისად დასული არ იყო საკუთრების უფლება. წარსულში 90-იან წლებში, როდესაც საქართველოს სახელმწიფო მიწები გადასცა მოსახლეობას, ვერ მოხერხდა საამზომელო ნახაზების გადაცემა მოსახლეობისთვის, ვერც სარეგისტრაციო დოკუმენტაცია ვერ გადაეცა, შესაბამისად გამოწვევა იყო ძალიან მასშტაბური და საჭიროებდა სწორედ სისტემურ გადაწყვეტას. აქედან გამომდინარე მოხდა როგორც სამართლებრივი რეფორმა, განისაზღვრა გამარტივებული პროცედურები, მოიხსნა მოსახლეობისთვის ბიუროკრატიული და ფინანსური ბარიერები, ასევე აღიჭურვა საჯარო რეესტრი სათანადო ტექნიკით, როგორიც არის მაღალი გამოვლობის ავტომობილები
ხელსაწყოები, საამზომელო ხელსაწყოები, რომელიც ზომავს 1 სანტიმეტრის სიზუსტით და არის უახლესი ტექნოლოგიური მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის, რაც კი არის ბაზარზე შესაძლებელი ყველაზე საუკეთესო საამზომელო ხელსაწყოები ქონდა, გადამზადდა 1000-მდე ამზომელი და რეგისტრატორი, მათ მიეცათ შესაბამისი კვალიფიკაცია და როდესაც უკვე ისინი გახდნენ სერტიფიცირებულები, მხოლოდ მას შემდეგ ჩაერთნენ პროცესში და დაიწყეს მუშაობა, შეიქმნა ელექტრონული ოქმის აპლიკაცია, რამაც რამდენჯერმე დააჩქარა პროცესი, ყველა ის პროცედურა, რაც საჯარო რეესტრში არსებობდა მანამდე და ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ რეგისტრატორისთვის ინფორმაცია არქივებში დაცული ან პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები, ორგანიზაციამ უზრუნველყო, რომ გავიტანეთ ველზე. ანუ საჯარო რეესტრის ამზომელს ხელზე ქონდა პლანშეტი, სადაც მოქალაქეს აჩვენებდა თუ რა მიწის ნაკვეთები ქონდა უკვე რეგისტრირებული, რამდენზე ქონდა უფლების დამდგენი დოკუმენტი და ყველა არქივიდან იყო იქ ინფორმაცია ჩატვირთული, ასევე რამდენზე შეეძლო თვითნებურად დაკავებული წესით მომხდარიყო გადაწყვეტილების მიღება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტექნიკურად, ტექნოლოგიურად ისე მოეწყო ეს პროცედურა, რომ ამზომელის მიერ ყოველი აღებული წერტილი და ფორმირებული ნაკვეთი მყისიერად აისახებოდა პლანშეტში. ანუ იმავე მომენტში, როდესაც დაინტერესებული მოქალაქე და საჯარო რეესტრის ამზომელი აიღებდა მიწის ნაკვეთის პირობითად 5-4 წერტილს საზღვარს, მიწის ნაკვეთი ადგილზევე ფორმირდებოდა და მოსახლეობა უყურებდა თუ როგორი ფართობის და კონფიგურაციის მიწის ნაკვეთის აზომა მოხდა და მოითხოვდა რეგისტრაციას უკვე ზუსტ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ანუ მათთვის უკვე ცნობილი იყო ხომ არ იყო გადაფარვა და ზრდება სხვა მიწის ნაკვეთებით. მოგეხსენებათ წარსულში 2022 წლამდე პერიოდები განსხვავდება და პრობლემები განსხვავებული იყო, თუმცა ერთი რაც ახასიათებდა მთელ ამ პერიოდს, ეს იყო რომ საამზომელო ხელსაწყოები გამოიყენებოდა არაზუსტი და ხშირ შემთხვევაში და ასევე ზომავდნენ არა შესაბამისი კვალიფიკაციის ამზომველები რიგ შემთხვევებში და შესაბამისად მივიღეთ სტარი მონაცემები სისტემურმა რეგისტრაციამ აჩვენა, რომ ყოველი 100 რეგისტრირებული ნაკვეთიდან და გასწორება დასჭირდა 70 მიწის ნაკვეთს. ანუ ხელახლა რეგისტრაცია გახდა გასწორდა ეს მიწის ნაკვეთები. ანუ ერთის მხრივ დარეგისტრირდა ის მიწები, რომლებიც რეგისტრირებული არ იყო და მეორეს მხრივ ქვეყნისთვის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა ზედების და გადაფარვის გასწორდა. ეს რომ ავხსნათ უფრო გასაგებად, როდესაც მოსახლეობას ადგილზე თავის მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით რეალური დავა არ ქონდა, მაგრამ არასწორი ხელსაწყოს გამოყენებით მოხდა აზომვა და დარეგისტრირდა ელექტრონულ რუკაზე მიწის ნაკვეთი არა იქ, სადაც ფაქტობრივად მდებარეობს, არამედ მისგან 100 მეტრით, ან 200 მეტრის დაშორებით და შესაბამისად ამას სხვა შეუქმნა პრობლემა და საჭირო იყო, რომ ეს მიწის ნაკვეთები გასწორებულიყო მეთოდურად. ანუ ეს თომილებები ახლა მინიმუმამდეა დასული, ანუ ეს რაც თქვენ დიახ, აწარმოა მიწის ნაკვეთის აზომვის სამუშაოები 1 სანტიმეტრის სიზუსტით და უახლესი სამზომელო ხელსაწყოების გამოყენებით. ელექტრონული ოქმის აპლიკაცია კიდევ ხას გაუსო. ადგილზე აძლევდა საშუალებას გადამოწმებულიყო ხომ არ არის ზრდება ან გადაფარვა. წარსულში მოგესალმებათ როგორ იყო ხომ აზომვითი ნახაზის მომზადებიც უნდა შეთანხმებოდნენ ამზომველს, შემდეგ რამდენიმე დღის შემდეგ ადამიანი ნახავდა თეთრ კონტურზე წითელი ფანქრით გამოხაზულ კონტურს თეთრ ფურცელზე და ვერ ხვდებოდა გეოგრაფიულად რასთან მიმართებით აიზომა მისი მიწის ნაკვეთი. შეიძლება ვერც მიეგნო, თქვათ, მოქალაქეს სად აიზომა თავის საკუთარი მიწის ნაკვეთი. ხოლო ახლა როდესაც ეს პროცედურა პლანშეტში იყო ასახული, უკვე მან ზუსტად იცოდა თავის მეზობელ მიწის ნაკვეთთან რა მიმართება, რამდენი მეტრია დაშორება გზისგან და ასე შემდეგ. და მოწესრიგდა ბლოკების პრინციპით აიზომა მიწები. ეს გულისხმობს, რომ 50-60 მიწის ნაკვეთი ერთდროულად იზომებოდა. ყველა მიწის ნაკვეთის მესაკუთრე პროცესში იყო ჩართული და მონაწილეობდა. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პრინციპების დაცვით მიდიოდა სამუშაოები და აქ რა იგულისხმება, რომ ნებისმიერ გამოვლელს ან დაინტერესებულ მოქალაქეს შეეძლო ჩართულიყო ნებისმიერი წარმოების პროცესში. თავის აზრი გამოეთქვა, ეს აისახებოდა Οქში მეზობლები, რა თქმა უნდა, ერთმანეთს ეთანხმებოდნენ. რაც გამორიცხავს სამომავლოდ მათ შორის სამოქალაქო დავებს. ანუ ეს არის დავის პრევენციის ყველაზე კარგი საშუალება, რომ 50-ივე მესაკუთრე ერთმანეთს დაეთანხმა, ანუ მათ შორის პრობლემები აღარ არის. რაც შეეხება მობილიზაციას, ეს წარიმართა ძალიან ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია. ადგილობრივი მუნიციპალიტეტები რამდენად იყო ჩართული ამ პროცესში? ძალიან აქტიურად მონაწილეობდნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები და მინდა მათ ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ამისთვის. რამდენადაც მობილიზაციის პროცესში მათი როლი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. პირველი ინფორმაცია მიეწოდებოდათ როგორც სატელევიზიო ეთერებიდან, მიმდინარეობდა საინფორმაციო კამპანია ტელევიზიებით, ასევე სოციალური იყო ვინ როდის და როდის უნდა მისწოდება. სოციალური ქსელების მიხედვით ხდებოდა მიზნობრივი სამიზნე ჯგუფების შერჩევა, ასევე მუშაობდა რობოტი, რომელიც რეკავდა მუნიციპალიტეტებში და აცნობდა, როდის იწყებოდა სამუშაოები კონკრეტულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს და ყველაზე ეფექტური და მნიშვნელოვანი ეს იყო კარდაკარის პრინციპი, როდესაც საჯარო რეესტრის ამზომელები ბრენდირებული ავტომობილებით, თავიანთი ეკიპირებით გადაადგილდებოდნენ სოფელში და ყველა მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს უშუალოდ კარზე უკაკუნებდნენ, ან მათ ოჯახებში შედიოდნენ და მინდა რომ ხაზი გაუსვა, რომ რეფორმის წარმატების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი
მტკიცებულება და მაგალითი ეს არის მოსახლეობის ჩართულობა ამ პროცესში. ანუ დობის ხარისხი იყო მაღალი, შეიძლება ძალიან მაღალი, ყველა ადამიანი იყო დაინტერესებული რომ მიწის ნაკვეთებზე მოეგვარებინა პრობლემები და ძალიან ეფექტურად გვეთანამშრომლობდნენ. მათ შორის გვეხმარებოდნენ ჩვენი თანამემამულეების, რომლებიც უცხოეთში იმყოფებიან, მათი მიწების რეგისტრაციის პროცესში ნათესაობები, მეზობლები და ძალიან აქტიურად იყვნენ პროცესში ჩართული. ან სხვისი მიწის ნაკვეთების აზომვაშიც კი დაინტერესებული მოქალაქეები გვეხმარებოდნენ, მოყვებოდნენ და ამ ზომელებთან ერთად ინაწილებდნენ ამ შრომას. ასევე საშუალება იყო რომ დისტანციურად ჩართულიყვნენ პროცესში ჩვენი მიწის ნაკვეთის ფლობელები ან ვინც ადგილზე არ იყო შეიძლება რომელიმე სხვა მუნიციპალიტეტი და სხვა მუნიციპალიტეტში და იქ თავად მიეთითებინათ კონკრეტული მიწის ნაკვეთის მდებარეობა. ასევე კანონი იცნობდა შესაძლებლობას და იცნობს რომ მიმთითებელი პირი, ანუ ის პირი ვინც იცის ინფორმაცია ოჯახის შესახებ, მას მიიღო მონაწილეობა და მას მიეთითებინა კონკრეტული მიწის ნაკვეთის საზღვარი. აქედან გამომდინარე, საინფორმაციო კამპანია იყო ძალიან მასშტაბური, მოსახლეობის ინფორმირების ყველაზე მნიშვნელოვანი ერთ-ერთი ეფექტური მაგალითი იყო, როდესაც მუნიციპალიტეტი წარმომადგენელი აწვდიდა მათ ინფორმაციას, როგორც მოგიხსენებათ, მუნიციპალიტეტი ეს არის ხალხთან ყველაზე ახლოს დგომი ხელისუფალი, რომელმაც იცის მისი სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების კოორდინატები, მათი ინფორმაცია როდის შეძლებდნენ და სწორედ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთობლივად იგეგმებოდა სამუშაო, როდესაც იყო კონკრეტულ უბანში დაუშვათ მოსახლეობა მობილიზებული, აი სწორედ იქ შედიოდნენ ჯგუფები და მათთან კოორდინაციით ხდებოდა ამ სამუშაოების დაგეგმა და რეალიზება. და დაახლოებით ტექნიკურად დავუშვათ იმ მიწებზე, რომელიც არ იყო სადაო, რა ვადებში ხდებოდა მისი დარეგისტრირება აზომვიდან, დავუშვათ რამდენი პროცედურის მიხედვით, რამდენი დღე იყო საჭირო იმისათვის, რომ საჯარო რეესტრში უკვე ამოსულიყო, რომ ის მესაკუთრე. მოგესალმებათ, სისტემური რეგისტრაციის ვადა დადგენილი იყო კონკრეტული დროით და არ არის ჩაშლილი რომ კონკრეტული სარეგისტრაციო წარმოებისთვის რა ვადაში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ 1.5 მილიონზე მეტი მიწის ნაკვეთი უკვე არის რეგისტრირებული, რაც მიუთითებს იმას, რომ პროცესი მიდიოდა ძალიან ეფექტურად და სწორედ ეს რეგისტრირებული ნაკვეთების რაოდენობა განაწყობდა მოქალაქეებს, რომ პროცესში ჩართულიყვნენ ძალიან აქტიურად და მიეთითებინათ თავიანთი მიწის ნაკვეთები და განწყობილიყვნენ იმისთვის, რომ რეფორმა არის ძალიან წარმატებული. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ამაზე მხოლოდ ზოგადი ვადები ავიღოთ და რაც იყო რეფორმისთვის გაწერილი ვადები, იმ ვადებში იქნა შესრულებული ის ინდიკატორები, რა ინდიკატორების განსაზღვრული იყო საქართველოს მთავრობის მიერ რეფორმის დაწყების წინ. და საინტერესო როგორია საერთაშორისო შეფასებები რეფორმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ანუ იყო თუ არა დავუშვათ განცხადებები ამ საკითხთან დაკავშირებით, ხშირად ხდება ხოლმე რომ რაღაც ქართულს მაგალითად ნოუ-ჰაუთ აღიქვამენ და შემდეგ სხვა ქვეყნები გადაიღებენ. ანუ მსგავსი რამ იყო თუ არა და შეფასება იყო თუ არა ამ რეფორმის. მოგესალმებათ, საჯარო რეესტრების სააგენტო სამ მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყებდა მიწის სისტემურ რეგისტრაციას. ჩაატარა საპილოტო სამუშაოები, გარკვეული არეალები იყო შერჩეული, სადაც მოხდა საპილოტო წესით კონკრეტული მეთოდოლოგიის და პროგრამული უზრუნველყოფის და მათ შორის ლოჯისტიკური საშუალებების დატესტვა, შეფასება და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით ეს ამ პროცესის გადატანა. საპილოტო სამუშაოების დროს საჯარო რეესტრი აქტიურად თანამშრომლობდა მსოფლიო ბანკთან და სწორედ მსოფლიო ბანკის მისიის შეფასებით საჯარო რეესტრის მიერ მოწყობილი ტექნოლოგიური პროცესი, მეთოდოლოგია მიწის სისტემური რეგისტრაციის არის მსოფლიოში საუკეთესო და მისიამ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრს აქვს მაღალი პოტენციალი, რომ სხვა ქვეყნებსაც გაუწიოს ექსპერტული მხარდაჭერა, რამდენიმე განვითარებად და განვითარებულ ქვეყანას მიეცა კიდეც მსოფლიო ბანკისგან რეკომენდაცია, რომ საჯარო რეესტრთან ითანამშრომლოს და ეს პროცესი ძალიან დინამიურად მიმდინარეობს. ასევე აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ოქტომბრის ბოლოს მსოფლიო ბანკმა გამოქვეყნა ანგარიში ბიზნესისთვის მზაობა, რომელიც გულისხმობს, რომ ფასდება სხვადასხვა ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოების მუშაობის ეფექტურობა და საჯარო რეესტრის სერვისების მიმართულებით საქართველო არის მსოფლიოში პირველ ადგილზე, რაც გამოიხატება ეფექტურობაში, სანდოობაში, სერვისების სიმარტივეში და გამჭვირვალობაში. შესაბამისად, აქ აისახა სწორედ მიწის ადმინისტრირების ქართული მოდელი, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულების. რეფორმა სრულდება, მაგრამ მომავალი წლიდან საჯარო რეესტრს ისევ აქვს, რა თქმა უნდა, მიწასთან დაკავშირებით გარკვეული გასაკეთებელი. მე ვგულისხმობ, რომ 2026 წლის 1 იანვრიდან მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნა უკვე საჯარო რეესტრში იქნება სპორადული წესით. რას ნიშნავს, რომ განვმარტოთ ადამიანებს, ჩვენს მსმენელს და მაყურებელს სპორადული წესით მიწის რეგისტრაცია? როგორც უკვე აღნიშნეთ, მიმდინარე წლის ბოლოს, ანუ 31 დეკემბერს სრულდება მიწის სისტემური რეგისტრაციისთვის წინასწარ განსაზღვრული ვადა. შესაბამისად, ამ ვადის ამოწურვამდე წარმოდგენილი ყველა განცხადება, რომელიც მოქალაქემ წარადგინა საჯარო რეესტრში და ჯერ საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ეს 5 დღე შეუძლიათ გამოიყენონ? დიახ.
და დასრულდება ზუსტად იმ წესებით, რა წესებიც იყო მიწის სისტემური რეგისტრაციისთვის დადგენილი. ეს ეხება როგორც მიმდინარე წარმოებას, ასევე იმ განცხადებს, რომლებიც 31 დეკემბრის ჩათვლით საჯარო რეესტრში იქნება წარდგენილი. ხოლო ამის შემდეგ უკვე ყველას ექნება შესაძლებლობა მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლება მოითხოვოს სპორადული რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით, ან უნდა მიბრძანდეს იუსტიციის სახლში და წარადგინოს განცხადება, ანუ იმ წესების მიხედვით, რაც სისტემური რეგისტრაციის დაწყებამდე არსებობდა. ხას უსვავ, რომ ვინც ვერ მოახერხა მიწის ნაკვეთებზე უფლების რეგისტრაცია, არ ნიშნავს, რომ ის მიწას ვეღარ დაირეგისტრირებს. ეს ნიშნავს, რომ მათ სპორადული წესით ექნებათ შესაძლებლობა დაირეგისტრირონ მიწის ნაკვეთი. ანუ ამ შემთხვევაში ხაზგასასმელია, რომ საქართველოს პარლამენტმა ახლა ბოლოს მიღებული ცვლილებებით საჯარო რეესტრს დაუტოვა ყველა ის უფლება მოსილება, რაც მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ქონდა გადაცემული. მაგალითად, მიწის ნაკვეთზე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარება, იდენტურობის დადგენა, ასევე გარემოებების შესწავლასთვის არქივებიდან ინფორმაციის გამოთხოვა და მთელი რიგი პროცედურებია, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ვინც სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მარტივად შეძლო მიწის რეგისტრაცია, ზუსტად ისე იმ პირობებით დაცვით სპორადული რეგისტრაციის დროს უზრუნველყოფილი იქნება თანასწორობის პრინციპი, ანუ რეგულირების და საკანონმდებლო მოწესრიგების თვალსაზრისით არ გაუუარესდა იმ ადამიანს, ვინც ვერ მოახერხა ობიექტური მიზეზების გამო რეგისტრაცია. იქნება ხარჯებთან დაკავშირებული, რაც არ იყო დავუშვათ ამ რეფორმის ფარგლებში. მაგრამ ის რომ დავუშვათ საბუთებით, ქაღალდებით სირბილი არ მოუწევს ამ ადამიანებს, ვინც ახლა მომავალი წლია ეს იქნება ციფრულად ერთ სივრცეში თავმოყრილი ერთი ფანჯრის პრინციპით. ყველა ის მონაცემი და არქივი, რაც კი საქართველოში იყო, მიწის სისტემური რეფორმის შედეგად საჯარო რეესტრმა ეს დაამუშავა და ხელმისაწვდომია უკვე ნებისმიერი ჩვენი რეგისტრატორისთვის. აქედან გამომდინარე, დამატებით არქივებიდან ინფორმაციის წარმოდგენა ჩვენ მოქალაქეებს ამ 26 წელს არ დაშირდებათ. ვადებიც განსაზღვრულია კანონით, თუ აქაც შეუზღუდავია, როგორც მაგალითად წინა შემთხვევაში იყო. ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ის უფლებამოსილებები, რაც სისტემური რეგისტრაციის დაწყებამდე მუნიციპალიტეტის კომპეტენცია იყო, ეს არის თვითნებურად დაკავებული აღიარების კომისიები, ასევე იდენტურობის დადგენა და საკარმიდამო ცნობის გაცემა ისევ შეჩერებულია, ანუ ისევ საჯარო რეესტრია კომპეტენტური უწყება, ვინც მიიღებს გადაწყვეტილებებს და ეს დიდ უპირატესობას იძლევა სარეგისტრაციო პროცესში, რამდენადაც ცენტრალიზებულად ერთი ადმინისტრაციული ორგანო უზრუნველყოს მთლიან პროცესს და აქედან გამომდინარე ეფექტურობაც უფრო მაღალია. შესაბამისად ეს პროცედურები შენარჩუნებულია და აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2027 წლის 1 იანვრამდეა ეს განსაზღვრული, ანუ ერთწლიანი ვადა არის ახლა სპორადული რეგისტრაციისთვის გამარტივებული წესით რეგისტრაციის მოდელისთვის. და შემდეგ როგორ იქნება, არ ვიცი? შემდეგ უკვე შეფასდება 1 წლის შემდეგ და როდესაც დაითვლება და მოხდება ანალიზი, ამ ანალიზის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება. კიდევ ერთი სიახლე, რომელიც პარლამენტმა მიიღო უკვე საჯარო რეესტრის ამზომველის ინსტიტუტი, რას ნიშნავს ეს, რატომ დადგა დღეს წესრიგში ამ სტრუქტურის შექმნა, ეს იქნება თქვენს დაქვემდებარებაში თუ საერთოდ როგორ იმუშავებს? მე წეგან ხაზი გავუსვი, რომ ჩვენ დაგვხვდა ძალიან არასწორი მონაცემები მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით, რომ როდესაც 100 მიწის ნაკვეთიდან 70 გასწორება დასჭირდა. ანუ ეს სისტემური რეგისტრაციის შედეგები უნდა იყოს მუდმივი და უნდა განვითარდეს. ანუ თავარია სახელმწიფომ უზრუნველყოს დაცვის მექანიზმები, რომ ხარისხი ყოველთვის იყოს გაკონტროლებული. ანუ საჯარო რეესტრის ამზომელების თავარი მიზანი იქნება უზრუნველყოს ხარისხის პერმანენტული დაცვა. კერძოდ, როდესაც იქნება წარმოდგენილი სხვა ორგანიზაციების მიერ შედგენილი აზომვითი ნახაზები და ეს ინსტიტუტი არ ჩაანაცვლებს მოგეხსენებათ კერძო ამზომველებს და მათ ექნებათ მუშაობის საშუალება. ხო, ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ითქვა, რომ კონკურენციას გაუწევენ და დაიხურება ეს კერძო სტრუქტურები. არ დაიხურება, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ამოცანა ამ შემთხვევაში უფრო მეტად არის ხარისხის კონტროლი და სწორედ ამ მიზნით არის საჭირო საჯარო რეესტრის ამზომელები და ბუნებრივია, საჯარო რეესტრი ასევე ბაზარზეც შესთავაზებს მომხმარებელს საშუალებას, რომ თუ იქნება დაინტერესებული პირის სურვილი საჯარო რეესტრის ამზომებელმა გაუწიოს მომსახურება. ეს იყო ისტორიული გადაწყვეტილება, ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა იუსტიციის მინისტრს ბატონ პაატასალიას იმისთვის, რომ ხარი დაუჭირა საჯარო რეესტრისთვის ამ მნიშვნელოვანი მიმართულების განვითარებას. წლების წინ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვერ ახერხებდა კვირის განმავლობაში 2 ან 3 მიწის ნაკვეთი მაინც დაეთვალიერებინა ადგილზე. თქვენ მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია ფაქტობრივად არსებული მდგომარეობის გაცნობა. ვერ ახერხებდა რატომ რესურსების არსებობს? შესაბამისი რესურსი არ ყავდა, შესაბამისი ავტომობილი არ ყავდა, შესაბამისი კვალიფიციური ამზომველი. აქედან გამომდინარე, სწორედ ამან მოიტანა ის არასწორი საკადასტრო მონაცემთა ბაზა, რომელიც წლების განმავლობაში ფორმირდა და იყო წყარო ძალიან ბევრი სამოქალაქო დავის და პრობლემების ადამიანებისთვის. ამდენად ჩვენ დღეს მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ საჯარო რეესტრმა მიწის ნაკვეთებზე ხარისხიანი საამზომელო სამუშაოებიც უზრუნველყოს და ასევე ხარისხის გააკონტროლოს, რომ ის ეფექტური შედეგები, რაც სისტემური რეგისტრაციის შედეგად არის მიღწეული, არასოდეს არ გაუარესდეს. მოგეხსენებათ, მიწის ნაკვეთის აზომვა ერთჯერადი აქტი არ არის.
ანუ მიწისნაკვეთზე შეიძლება მოხდეს სამშენებლოდ განვითარება, შეიძლება უფლებრივად დაიტვირთოს, დაიყოს მიწისნაკვეთები, გაერთიანდეს. ამიტომ ეს მუდმივი პროცესია, სულ ყოველთვის საჭირო იქნება გრძელვადიან მომავალში. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ მონაცემები არ დაბინძურდეს, ანუ შევინარჩუნოთ ხარისხიანი საკადასტრო მონაცემთა ბაზა, რასაც უზრუნველყოფენ სწორედ საჯარო რეესტრის ამზომელები, რომლებიც რეგისტრაციის დეპარტამენტს და გეოდეზიის და გეოინფორმაციის მიმართულებას მოამარაგებენ ზუსტი, ობიექტური და ფაქტობრივად ადგილზე გადამოწმებული მონაცემები. როდის შეიქმნება, ანუ ტექნიკური სამუშაოები, როდის დასრულდება, ანუ კანონი რას ამბობს? როდის იქნება ეს ინსტიტუტი უკვე მზად, რომ მოემსახუროს მოქალაქეებს? კანონის თანახმად საამზომელო მიმართულებით განცხადების წარდგენა საჯარო რეესტრის უკვე მომავალი წლის 1 ივნისიდან იქნება შესაძლებელი. ანუ სახელმწიფოს და ორგანიზაციას ამ შემთხვევაში აქვს აღებული რამდენიმე თვე იმისთვის, რომ მოხდეს გადამზადება ჩვენი თანამშრომლების, რომ სწორედ ახალ ფუნქციებთან მიმართებაში დაკომპლექტდეს შესაბამისი სამსახური და მოხდეს მათი აღჭურვა და გადამზადება და ხოლო შემდეგ უკვე დაიწყებენ პროცესში მონაწილეობას. ბუნებრივია, იქნება უკვე 1 ივნისიდან, როგორც კანონშია განსაზღვრული, შესაძლებლობა, რომ ყველა დაინტერესებულმა მოქალაქემ ისარგებლოს საჯარო რეესტრის ეს იქნება მთელი რეგიონის მასშტაბით. ეს იქნება იმ საქართველოს მასშტაბით, ანუ ეს სერვისი მთლიანად მთელი ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს. და კიდევ ერთი კითხვა რეფორმასთან დაკავშირებით, მე რო არ გამოვჩეს, 59 მუნიციპალიტეტი იყო და 59 მუნიციპალიტეტში განხორციელდა ისმებოდა კითხვები, რომ რატომ თვითმმართველი ქალაქები არა. კიდევ ერთხელ რომ გავმარტოთ, რატომ არა? კი ბატონო. ამ მიმართულებით, როდესაც იქნა დაგეგმილი სისტემური რეგისტრაციის სამუშაოები, გათვალისწინებული იყო საკადასტრო დაფარულობის პროცენტი და რაოდენობა ამა თუ იმ არეალზე. მაგალითად, თვითმმართველ ქალაქებში 90%-ს ისედაც აჭარბებდა რეგისტრირებული მიწისნაკვეთების რაოდენობა და ფართობი. აქედან გამომდინარე, სისტემური წესით მუშაობას აქვს თავისი სპეციფიკა, რაც ნიშნავს, როგორც მე წეგან აღნიშნე, ბლოკური პრინციპით, დომინოს პრინციპით სხვა მიწისნაკვეთების აზომვას და თუ ასეთი სამუშაო არ არის, ეს შეიძლება ვერ მოხდარიყო მთლიანად მუნიციპალიტეტზე, მაგრამ ცალკეულ ლოკაციაზე, მაგალითად, სადაც უფრო მეტად დაფარულობა ნაკლები იყო, თბილისში, დედაქალაქში, მაგალითად, შერჩეული იქნა 12 არეალი და იქაც ჩატარდა სისტემური რეგისტრაციისთვის დადგენილი წესით სამუშაო. დიახ, ისეთ ტერიტორიებზე, სადაც დაფარულობა კადასტრის თვალსაზრისით და რეგისტრირებული მესაკუთრეთა რაოდენობა იყო შედარებით ნაკლები. აქედან გამომდინარე, შესაძლებელი იყო, რომ ასეთ ტერიტორიებში შერჩეულიყო, მაგრამ გადამწყვეტი ის მიწისნაკვეთები იყო, სადაც იყო სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, რომლებიც მოსახლეობას ჰქონდა ფლობელობაში და სხვა უფრო ისეთი გამოწვევები, რაც სისტემური წესით იყო დაძლევადი. აქედან შევაჯამოთ, ანუ სადაც იყო დაფარულობა მაღალი, არ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება და თან კიდევ მნიშვნელოვანია, რომ თვითმმართველობებს თავად აქვთ თავიანთი პრიორიტეტის განსაზღვრის უფლებამოსილება კანონმდებლობით და განსხვავებულად რეგულირდება მათი საქმიანობა და გადაწყვეტილების მიღების წესები ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით. ეს რეფორმა ასევე არასასოფლო სამეურნეო მიწებსაც ეხებოდა და სახლების ასე ვთქვათ დარეგისტრირებაც მოხდა ამ რეფორმის ფარგლებში. ასე არამდვილად, ანუ სისტემური რეგისტრაცია მოიცავდა როგორც სასოფლო-სამეურნეო მიწებს, ასე არასასოფლოს და ასევე საკარმიდამო მიწისნაკვეთებს. შემიძლია გითხრათ, რომ საკარმიდამო მიწისნაკვეთებთან დაკავშირებით თითქმის 100%-იანი იყო რეგისტრირებული მონაცემების მაჩვენებელი. ანუ ყველა იმ ადამიანმა, ვინც მოაწესრიგა თავიანთი დოკუმენტაცია, გულისხმობ ამ შემთხვევაში მემკვიდრეობის საკითხს, რაც არ არის საჯარო რეესტრზე დამოკიდებული. ეხლა სამკვიდრო უნდა გაიხსნას თავად დაინტერესებული პირის მიერ ნოტარიუსთან მიმართვით, შემდეგ უნდა შეისწავლი იქნეს ის პირთა წრევის ეკუთვნის ესე თუ ის ქონება და თუ ეს საკითხები მოწესრიგდა, თითქმის ყველას უკვე რეგისტრირებული აქვს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ამ მიმართულებით სამუშაოა, საჯარო რეესტრმა უკვე უზრუნველყო, რომ მიწისნაკვეთი აზომილია, შენობა ნაგებობა აზომილია, დადგენილია კონკრეტული პირთა წრე, ვისაც შეიძლება ეს ეკუთვნოდეთ. ამიტომ ეს ოჯახი ამ ქონებას არასოდეს დაკარგავს უკვე სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ ის იყოს დაცული და გარანტირებული. თუმცა ელოდება მესაკუთრედ შესაბამის დოკუმენტაციას. ეს საკითხებია, რაც თავად ანუ მხოლოდ ერთადერთი სამკვიდროს თემა ამ შემთხვევაში არის შემთხვევები, თორემ მასიურად ეს საკითხების დაძლეული იყო, რამდენადაც მოგეხსენებათ მუნიციპალიტეტებში საბჭოთა დროს წარმოებდა საკომლო წიგნები და იქ მემკვიდრეობა იხსნებოდა მხოლოდ კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების მომენტიდან და საბედნიეროდ ეს მონაცემი რა თქმა უნდა დაბალია და კომლის წევრები თუ ცოცხლები იყვნენ მიწის რეფორმის პერიოდში, მათზე დარეგისტრირდა ეს ქონება სამკვიდრო მოწმობის გარეშე და ამიტომ რეგისტრაციის მაღალი მაჩვენებელი სწორედ აქედან არის განპირობებული. ანუ მილიონზე მეტ მოქალაქეს, რაზეც თქვენ ისაუბრეთ, ეხლა ეს დასტურდა მიწის საკუთრება სასოფლო-სამეურნეო, თუ ასე არ შეგვიძლია ჯამურად არის ამ სტატისტიკაში არის შესული ჯამურად. რეგისტრირებული აქვს საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთებზე. გადაცემა სრულდება და მე მინდა რომ რამდენიმე რეკომენდაცია მისცეთ იმ ადამიანებს, ვინც დავუშვათ ეხლა ვერ მოახერხეს მოხვედრა ამ
რეფორმაში, რას ეტყოდით და შეუძლიათ თუ არა ეს რამდენიმე დღე გამოიყენონ დაუშვათ, ვის უნდა მიმართონ და რა უნდა გააკეთონ. ანუ მათ შეუძლიათ ელექტრონულადაც მიმართონ საჯარო რეესტრს, რომ მოითხოვონ მიწისნაკვეთის აზომვა, ან მიმართონ იუსტიციის სახლებს და იქ ჩააბარონ განცხადება, ასევე რა თქმა უნდა, შესაძლებლობა ექნებათ, რომ მომავალი წლის 1 იანვრიდანაც მოითხოვონ მიწისნაკვეთებზე უფლების რეგისტრაცია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რა განცხადებებთან დაკავშირებითაც წარმოება მიმდინარეობს და ჯერ საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილება არ მიღებულა, ამასთან მიმართებით, რა თქმა უნდა, ყველა ის განცხადება დასრულდება სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში გაწერილი პროცედურების მიხედვით. მინდა ხაზი გაუსვა უკვე რეგისტრირებული მიწისნაკვეთების საქართველოს ეკონომიკაში მიწის ბაზრის განვითარების წილს. ჩვენივე მონაცემებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით 2022 წელთან მიმართებით რომ შევადაროთ გაურმაგებულია ტრანზაქციების რაოდენობა. თუ 2022 წელს დაახლოებით 2000 განცხადება წარედგინებოდა შემდგომ ტრანზაქციებზე, მაგალითად ადამიანს როდესაც მიწა რეგისტრირებული აქვს და იდება ნასყიდობა, ჩუქება, ან იტვირთება იჯარით, ან გამოიყენება მეურნეობისთვის, სამშენებლოდ, აი ამ ტრანზაქციებს გულისხმობ, დღეისთვის ამან 4500 გადააჭარბა. შესაბამისად, ის მიწისნაკვეთები, რომლებიც არასოდეს იყო მოქცეული ბრუნვაში, ეხლა უკვე არის გარიგების საგანი და მოსახლეობისთვის ეს პირველ რიგში თავად მიწისნაკვეთი იყო მატერიალური მნიშვნელობის ძალიან მაღალი ღირებულების აქტივი, მაგრამ ამ აქტივს აქვს კიდე ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ განვითარების შემთხვევაში შეიძლება მოიტანოს დიდი შემოსავლები. რა თქმა უნდა, ეკონომიკის დაში მიიღოს მონაწილეობა ძალიან. ამიტომაც გაკეთდა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების რეალური დაცვის სამართლებრივი და ტექნიკური მექანიზმებია შექმნილი და შესაბამისად ადამიანმა ზუსტად იცის, რომელია მისი მიწისნაკვეთი, სად არის მისი საზღვრები, შეუძლია ნებისმიერ დროს მიიღოს გადაწყვეტილება და ეს განავითაროს, მოიზიდოს ინვესტიცია, ან განავითაროს თავის სოფლის მეურნეობა, მიიღოს მონაწილეობა ასევე ძალიან ეფექტურად აისახა ეს ამ პროცესში სოფლის მეურნეობის სამინისტროს კონკრეტულ მიზნობრივ აგრო რეფორმებში და პროექტებში და ადამიანებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ აქედან გაუნდენ სახელმწიფოს დახმარების და სუბსიდირების პროგრამებშიც მიიღონ მონაწილეობა და მიმართა ყველას, რომ ვისაც ახლა ეს მიწისნაკვეთები რეგისტრირებული აქვს, მაქსიმალურად გამოიყენონ ეს როგორც პოტენციურად შემოსავლის წყარო და აქტივი, რომელიც უნდა განავითაროს. და ისიც რომ მომავალი წლიდან გამარტივებული წესით იქნება მაინც მიწის რეგისტრაცია, აღარ იქნება საჭირო, როგორც წეგან ვისაუბრეთ, საბუთებით სირბილი და ასე შემდეგ. კიდევ გავუსავ ხას, რომ ყველა ის პროცედურა, კანონით რაც იყო გათვალისწინებული საჯარო რეესტრისთვის მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, შენარჩუნებული იქნა საქართველოს პარლამენტმა ამას ხარი დაუჭირეთ და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნის საქართველოს პარლამენტს, რომ თანასწორობის პრინციპი იყოს განუხრელად დაცული. ანუ ყველა ის მოქალაქე, რომელიც მიმართავ საჯარო რეესტრს, ზუსტად იმ კანონმდებლობის ველში განიხილება მათი განცხადებები, როგორც ეს მოხდებოდა, რომ მოსულიყო მაგალითად მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათია, მოგეხსენებათ, ასე რომ არ მოხდარიყო, მაშინ უნდა ყოფილიყო ისევ იგივე წესი, რომ თქვათ მიწისნაკვეთი, რომელზედაც დგას შენობა ნაგებობა, ან უკვე რეგისტრირებულის მომიჯნავია, მხოლოდ ამის რეგისტრაციის აღიარების საშუალება ჰქონდათ ადგილობრივი თვითმმართველობის აღიარების კომისიებს. ხოლო საჯარო რეესტრიც არიან მიწისნაკვეთებზეც შეუძლია აღიაროს საკუთრების უფლება. ანუ მნიშვნელოვანი განსხვავებებია კანონმდებლობის თვალსაზრისით და დღეს არსებული მოდელით ეს გარანტირებულია, რომ ზუსტად იგივე მოდელით მომემსახურებით დაინტერესებული პირებს, ვინც საჯარო რეესტრს სპორადული წესით მიმართავს 2026 წლის 1 იანვრიდან. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძე იყო დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. ეს იყო ამ წელს ეკონომიკის ბოლო გადაცემა. მე მომავალ წლამდე გემშვიდობებით და რა თქმა უნდა შემოსავლიან და წარმატებულ წელს გისურვებთ.